მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო, ტაროს კუთხარის ჩემი გვერდი, პირადი კონსულტაციები არის გასცენ და ვნახოთ აგვისტოსთვის ზოგადი მიმოხილვა, პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი. პირველი და მეორე. ვინც არჩია პირველი ვარიანტი? არ ვიცი რა არის, მაგრამ ცოტა კიდევ არის საჭიროა ისე გეუბნებიან. ცოტა კიდე. რა საქმეც არ უნდა იყოს, რა თემაც არ უნდა იყოს, ყველაფერთან დაკავშირებით. მოდი ვნახოთ. მე ვიცი რაღაცას ჩქარობთ. ერთად შემო. ცოტა გაღიზიანებული ალბათ პერიოდი რაღაცა არის, ან ისე ჩქარობთ და ამ შემთხვევაში ესეთი რაღაცა უნდა გააკეთოთ, ზოგადად სურვილი შეიძლება გისრულებათ და გამოგდით კიდეც საქმე, არ არსებობს საქმე რომ არ გამოვიდეს ვინმეს, მაგრამ არის ერთი ვარიანტი, რაც ხელს უშლის ადამიანს, აი თუნდაც ეს მოусვენრობა. თუნდაც აი როგორ რაღაც იცით, რომ სამყაროდან მთხოვ, აი გაუშვი სურვილი და ეს სურვილი, აი სურვილი გინდა აი როგორ არის ორიენტირებული ხართ. ამ დროს უკვე მერე რო გადაგივართ აუშვა და არ გამოგივიდათ რაღაცა საქმე არ გამოდის და მოეშვით და ერთი აღარ მინდა რა. აღარ მინდა არა, როცა იქნება მერე გაკეთდეს ან გამოვიდეს ესეთ პოზიციას, აირჩევთ და მომენტალურად სურვილი სრულდება. ნახეთ? აი ესეთი მომენტი არის. აქ ცოტა კიდევ შეიძლება გადაღლილი ხართ, შეიძლება რაღაცა ესეთი თემა, მაგრამ ცოტა კიდევ მოითფინეთ და აუცილებლად გამოგივათ. ნახოთ როგორ იქნება თქვენი ფინანსური ენერგია, ჯერ ფინანსები ნახოთ ოქტომბრის თვეში. პირველ ვარიანტთან. ფინანსები. რაღაცა გამოსავალს ეძებთ აქ, ხო? რაღაციდან თითქოს გინდათ რომ რაღაც შემოაბრუნოთ საქმე საკითხი და ასე შემდეგ. განდაბანთ ფინანსებზე არ მისაუბრება აქ ამ წუთში უფრო მისაუბრება თითქოს რაღაც თქვენ თვითონ ხართ ქაოსში და რა გჭირთ ვერ გავიგე. ანახე ფინანსები როგორ იქნება პირველ ვარიანტთან. დინდიმა არ სულ ერთია რომელი დასტედაც გასული. ესე იგი როგორ არის იცით, მე უფრო ვფიქრობ თქვენ ფინანსებზე და საქმეზე და რაღაცაზე კი არ ხართ გადართული. აი როგორც დავიწყე თავიდან გაშლა რაღაცა ეს თქვენს რაღაცა მოქმედებაზე კონკრეტულზე ხართ ესე რომ ვთქვათ ძალიან ორიენტირებული რაც ყველაფერში მე გეშლით ხელს. ის გადაღლის თემა არის, ის ნერვების მოშლის თემა არის, ხო? და ესე ვთქვათ გამოსავალი, შესაბამისად უკვე ვფიქრობ რომ აქ ფინანსები მეორე ხარისხოვანი გამოდის უკვე პირველ ვარიანტთან. ამიტომ ეს საკითხი აკონტროლეთ და მაინც მანახე ახლა როგორ იქნება. სტაბილური კმაყოფილება გექნებათ, ხო? სტაბილურობა და კმაყოფილება არ არის გამორიცხული, რაღაცა შეარემონტოთ, შეაკეთოთ, გააკეთოთ. შეიძლება სახლში იყოს ეს, ხო? ან რაღაც ისეთი შერემონტება, რასაც ჭირდება ესეთი საქმე გააკეთოთ. ნახეთ, ესე გამოვიდა, რომ სხვა რაღაცებზე გაქვთ უფრო ყურადღება გადატანილი, ხო? მაგრამ მაინც ახლა გვინდოდა ეს ფინანსები და ფინანსებშიც ეს ვარიანტი გაქვს. საბოლოო ჯამში მე ვფიქრობ, რომ ოქტომბერი იქნება კმაყოფილი დარჩები, რაც ერთი მეორეზე რომ გადაიტანთ. კარგი, ნახოთ პირადში რა ცვლილება იქნება. პირადში, რა ვიცი, ახლა სტალინის ხასიათი და მოხდით აქ და რა ცვლილება უნდა იყოს. თუმცა მოლოდინის რეჟიმი თუ გაქვთ რაღაცა, ესე რომ ვთქვათ, კი დატონო არის აქ, მე ვფიქრობ, რომ რაღაც არის მოლოდინის რეჟიმი, ხო? და
თითქოს მაინც მიფიქსირდება თქვენთან ოქტომბერში ესე რომ თქვა ვიღაც პიროვნება, ესე რომ თქვა უნდა გააქტივდეს ან შეხვდეთ ან რაღაც ესე იყოს, ხო? კომუნიკაცია არის ყოველ შემთხვევაში აქ. და რაღაც სამომავლო გეგმაზეც არის ავარი, აქ გრძნობა არის ორივე მხრიდან, ეს არ არის ცალმხრივი. და ეს არის რაღაცა ესეთი რაღაცა გაურკვეველი, თქვენ ორივე ძალიან კარგად გარკვეული ხართ სინამდვილეში ამ გრძნობებში. თუმცა მაინც მგონია რომ აქ არის რაღაც თავისებური, ცოტა თავისებური შეიძლება ხასიათი რომელიმე თქვენთაგან გახასიათებდეს და ნახოთ მაინც პირადში რა მოხდება. ეჭვიანობა და ესე კი მონატრება არის, ეჭვიანობა არის, დრო ჭირდება და იცი რომ მან ციკული შეხვედრა, აფარული შეხვედრა. თუ ფარული შეხვედრა სრულდება უფრო სწორად. ახალი რაღაცის გაცნობაც არის და რა იცი ესეთი პოზიციები ხა მე კი სხვა სრულდება და ქორწილები და ასე რომ თქვა, ესე არ არის. პირველი ვარიანტისთვის სულ ეს იყო. შემოკარგებულა, ნახოთ აბა მეორე ვარიანტი ვინც ჩაიფიქრა ეს მწვანე სანთელი. ნახოთ ახლა მდგომარეობა თქვენი როგორ არის, როგორ ხართ, როგორ გრძნობს. პასუხისმგებლობა ან შესაძლებელია ვალი გაქვთ და თანხის დაგროვებას ცდილობთ, მაგრამ იმ ხელა თვალი გიყურებთ აქ და იმ ხელა ის გიყურებთ, რა ვიცი მე რა უნდა შეძლოთ ამის შემდეგ თვალი გაქვთ ამ ფინანსებზე, ამ დაგროვებაზე და ასე შემდეგ. და ეს არის ძირითადად თქვენი აქცენტი ამ ეტაპზე, ესე იგი რაღაცა გინდათ რომ გააკეთოთ, გაისტუმროთ ან ეს პასუხისმგებლობა მოიშოროთ. კარგით, ნახოთ მაშინ როგორ იქნება ეს რაც გაინტერესებთ, მოიშორებთ, არ მოიშორებთ, რა მოგივათ, არ გამოგივათ. მე ვფიქრობ, რომ აქ თქვენ მაინც ისეთი ქალბატონი ბრძანდებით, აბა რა ულამაზესები ხომ ყავხართ და კიდევ ერთხელ დავწმუნდი, იმიტომ რომ ქალბატონი მოვიდა შეიძლება მისმენს ახლა და გაეცინოს. სახეზე რო შევხედე, პირდაპირ მონიკა ბელუჩს გავდა. გინდა იჯერეთ, გინდა რა. ეს თვალები და ეს ტუჩები და ისინი რა ვიცი, მე ვფიქრე ნამდვილად რანაირად დამეჯერებინა ახლა ბელუჩის ველაპარაკებოდი. ხო და ჩემთვის ულამაზეს ქალი არის ახლა ბელუჩი. ხო და ეს ულამაზესები კი მყავხართ, ახლა რო გამახსენდა აქ არ ვაჭარბებ მართლა და ესეთები მოდიან კიდე ახლა. ხო გითხარით როგორი ანტიკვარი შემოფრინდა კიდე ჩვენთან და ესე რომ ვთქვათ ძლიერი ქალბატონებიც აქ ხალხზე ბევრი მყავხართ, ხო? მიუხედავად იმისა, რომ თავს ძალიან ეტყობა იღლით და რატო იღლით ამ თავს არ ვიცი, არ გჭირდება თავის გადაღლა, თქვენ ისედაც გამოგდით ყველაფერი. ამის თქვენ და ნაყოფიერებაში ხართ სრულად. კარგი, ნახოთ მაშინ წინსვლა ესეთ რაღაცა არის, ხო? და სხვათაშორის სულიერებაც იგრძნობთ რა მხრივ, იცი, ეს სულიერი მხიარულება მოდის თითქოს თქვენთან. ხომ არის ახლა რომ გაიღვიძებ და ძალიან ესეც მათ ხართ განწყობა გაქვთ, განწყობა და არის რომ ეს განწყობა არ არის, ძალიან გინდა იმ მხიარულობა, მაგრამ არ არის, აი ვერ გამოდიხარ. აქ რაღაც განწყობა მოდის თქვენთან ოქტომბრის თვეში. მოდი მაშინ ნახოთ ახლა ჩვენ ფინანსები, საერთოდ დაახლოებით მიმოხილვა ესეთი იქნება თქვენი ოქტომბრისთვის. ფინანსები მომეწონა, ეგრევე რომ ამოფრინდა თანაც, ეს იყო ძალიან მაგარი. ძალიან მაგარი ფინანსური მდგომარეობაში. ძალიან კმაყოფილი დარჩებით. ახლა წარმოიდგინე, კაი სურვილებიც გისრულდებათ, რაღაცები შეიძლება შეიძინოთ, იყიდოთ, ან გააკეთოთ რაღაც ესეთი, ხო, პატარ-პატარა ერთი კაი მსუყესრული დედა როგორ მიყვარს ესეთი რაღაცები. სრული ნეტარება რა, ისე რომ ვთქვათ, კაი მაღიში ჩაჯდაო, ხო ხდე? ესეთი რაღაცა გიფიქსირდებათ, რა გავაკეთო ახლა 50% და 60-დან მაინც იქნება ეს თემა. თან თუ არა, ხო? მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ ბევრთან იქნება. ძალიან კარგი ფინანსური შემოდინება გაქვთ, შემოკარგებო. პატარ-პატარა ფული, ერთი კაი დიდი მსუყე, შეიძლება ბევრიც იყოს. სრულების ასრულებაც გაქვთ, მე ასე მგონია, რომ აქ თქვენ ძალიან ესე როგორც ცვლილებები, ტრანსფორმაცია ხდება,
მაგრამ ეს არის ბედის ცვლილება. შეიძლება გამოსვლა რაღაცა წარსული ვარიანტები და მე მაინტერესებს წინ რა იყო აქ კაცო. ხო, ეს თვალი და ეს ყველაფერი კი, მაგრამ ეს ყობა ამ თვალს თქვენ იშორებთ, სრულდება ესე იგი ამის თვალის პოზიცია თუ რაღაცა. ნახეთ, ეს იყო და არა იყო რაში დაფიქსირდა. ეხლა ერთმა ქალბატონმა ესე კაცო თქვენი მასო ვისმენო ძილის წინო და ყველაფერი კარგად არისო და რაღაცა. იცით რა არის განწყობა არის მთელი ყველაფერი განწყობა. კი, მართალია, ხანდახან არ ამოდის ეს კარგი ინფორმაციები, მაგრამ არ უნდა დაპროგრამდეთ. ეს არის, როდესაც ცუდი რაღაცა გაჟღერდა, ეს არის უბრალოდ ჩათვალე თქვენთვის იარაღი. ეს არის თქვენთვის უკვე თავდაცვა ფარი, ჩათვალეთ აქედან რომ გაწოდეთ და აი იმ მომენტში კი არ უნდა დაპროგრამდეთ, всё და მოეშალე და ჩამოიქცა ქვეყანა. არა, პირიქით უნდა შეიარაღდეთ, გამოიყენოთ, როგორ იცით, რომ ეს არ მოხდეს და შეცვალოთ უკეთესობისკენ. მე მაგალითად ასე ვაკეთებ ყოველთვის. რა თქმა უნდა, ჩემ თავზეც რო გავშლი და ხანდახან ისეთი რაღაცეები ამოვადით და შეძვერ საბანში გადაიხურეთ საბანი თავზე, ესეთი თემა არის, მაგრამ მაგით არ უპროგრამდები. რა თქმა უნდა, იქ უკვე ვცდილობ ეს ყველაფერი პირიქით გავითვალისწინო, გამოვიყენო, ესე რომ ვთქვათ, ისეთ პოზიციაში, რომ ეს არ მოხდება ასე და არ გაკეთდება, ხო? ამ შემთხვევაში ხო და მე ისე თქვა მინდა დადებითი მუხტი მით უმეტეს რომ კარგი რაღაცა ამოდის ახლა რანაირად გავაჟღეროთ ცუდი კაცო არ მინდა ეს ცუდების გაჟღერება პირიქით მინდა გვერდი იყოს პოზიტიური და როგორ არის იცით თუნდაც ის ცუდი განწყობა რაღაც ჩემი ვიდეოს ჩართავ და რაღაცა ის პოზიტიური დაჭირო და ცოტა იმედი და ვინმეს მიეცეს აი ასეთ მინდა ხო ეს გვერდი უფრო რომ იყოს ამ შემთხვევაში ეს არის თქვენი ენერგია ჩემოკარგებო შეიძლება არც არაფერი არ არის იდეალურად მაგრამ ენერგია მუხტი არის ყველაფერი და ჩათვალეთ ეს თქვენი ენერგია არის ზუსტად ის ცხოვრება რომელსაც თქვენთვის იქნით და რომელიც ასე ვთქვათ თქვენი ბედი, მოდი ესეც ვთქვათ. ასეთაც გავშიფროთ. კი ბატონო, ჩვენ ყველანი ხო ჩვენს ბედს ვქვნით. აი ზუსტად ამ ენერგიიდან შეიქმნება ეს ყველაფერი, ხო? და მით უმეტეს აქ ფიქსირდება. კი ბატონო, მიიღეთ და მე ასე გეტყოდით, ეს თვალია თუ რაღაცა ან გშორდებათ, მე მაინც ასე მგონი, ან უბრალოდ სრულდება, რაღაცა და გადის ტრანსფორმაცია, всё, ან დაასრულა მისი გაიარა იყო შეიძლება აქამდე რო ისე ვიღაცას ძალიან მე ვფიქრობ რომ ეს რაღაცი იყო აქ ძალიან დიდი სიმძიმე და ძალიან მოუგვარებელი თემა ტვირთად მაგრამ всё ჩაიარა ეს იყო აქ არის წინსვლა ეს სულის ჯერ ერთი ამას იგრძნობთ ხასიათი თქვენ რო ხასიათი ახლა შეგეძლებათ ოქტომბერში თუ როცა იქნება და ესეთი ცოტა მოღიღინე იმაზე იქნება ესე რომ გათენდება რა ლამაზი დილაო თუ როგორ არის სიმღერა ესეთ პოზიციაში რომ გათენდება უკვე მიხვდით რომ всё დაიწყო აი ეს ცვლილებები და ტრანსფორმაცია ხო ანუ გადადიხართ უკეთეს ტალღაზე აი აქ ეს სურვილები ფინანსებზე მქონდა ზუსტად გაშლა და რამხელაზე გავაგრძელე ძალიან კარგი ცვლილებები ჩემოკარგებო რაღაც შესაძლებელია ადრე დაწყებული საქმის დასრულება კი ბატონო ვალდებულება ფინანსური გაისტუმრებთ მაგას და რა კაი რაღაცა გითხარით ახლა ხო გითხარით თავში მაგას ისტუმრებთ ხო მაგას ისტუმრებთ არ შეგეშინდეთ მაგდან ახლა თანხა ჩემოდის ძალიან კარგი რა ვიცი რაღა დავამატო ფინანსებში ახლა აქ მე არ უნდა მეტი ფინანსები და მოდი გადავიდეთ პირადში რა მდგომარეობა იქნება თუმცა პირადის დამფიქსირდა აქ ვფიქრობ რომ პირადშიც ის გაურკვევლობის პერიოდი ვიღაცებთან უნდა დასრულდეს და ნახოთ პირადში როგორ განვითარდება ურთიერთობა ხო ესე ჭვიანი ესეთი მამაკაცი ვინ არის ვითომ დაგემშვიდობა ყოფილი გამოდის იმას არა ყოფილი არ არის ეს ой ყოფილი კი არ არის ეს არის ესეთი ტიპაჟი ძალიან დასტოინი და რაღაცა შეძლებული, ანუ რა ვიცი, უკვე დადგა ფეხზე ესეთი ტიპაჟი. სერიოზული ოჯახზე რო ეფიქრება, შვილებზე რო ეფიქრება და თან ეჭვიანი არის. ანუ უბრალოდ გიყურებთ შორიდან, ვინც შორიდან ამდენი ხანი გითვალთვალებდა და ვერ ბედავდა მოსვლას, აი ეს ადამიანი, მე ვფიქრობ, რომ არ გაგიკვირდეთ
როგორ მოვიდეს, იცით, თქვენთან გამარჯობათ მე ეს და ესავარ და რაღაცა ჩამონგართოთ ხელ და იცით რა თქვენ რაღაცა ესე გიცნობთ ან შორიდან ან თქვენი ვიღაცა ვიცი ხომ არის ესეთი ისტორია ვიცი ესე დამეხატა ამ წუთში ესე მეჭყანება აქ და ზუსტად ესეთი სახე ექნება მოჭყანული არა მოჭყანული ახლა ეს ხუმრობით გაღიმებული ანუ არა ცოტა დაჭყანულში მაინც დაჭყანულში გადასული ესეთი პოზიციით მოდის აქ და რა ვიცი მაღალია რაღაცა ისეთი პოზიცია წამოვიდა ზდაროვი ბიჭის ხედავ ვიღაცას თითქოს ისე მოდის ენერგია და მაღალია თუ რა ჭირს სამხარეზე ხო არა ცოტა გადაკოჩილი სიმაღლისაგან ნუ ეს უკვე იმ შემთხვევაში ემართებათ რაღაცა როგორ არის ძი გაბედულება თქვენთან რომ აკლია ცოტა რაღაცა და ხანდახან არიან რომ რაღაც ის დისკომფორტი აქვს და არა და შეკაი ადამიანო მაღალი ხარ დევივით ხარ რა ვიცი ეს ახარა ქვია გემრიელად ესე შეხედავს კაცგავ ხარ და რა სიკუჭები ამ წელში ამ ბეჭეებში გაემართეთ რიგით გეიგიმე და გეიარე და გამეიარე გადადგე ეს 5 კილომეტრიან ნაბიჯები შეხედავს ადამიანი კაცგავ ხარ ჯიბის სათამაშოს არ გავხარ ხო და რაც რა ესე მიფიქსირდება აქ და არ გაგიკვირდეთ ხო ესე იყოს ხო და ზუსტად ესეთი ტიპაჟი თუ გამოჩნდა თქვენთან მომწერეთ სასწაულია ვისთვის ახლა ის ყველასთან ესე ხო არ იქნება კაცო ვიღაცა ერთეულისთვის მაგრამ მაინც გავაჭერებ კარგი ჩემოკარგებოდა რა უნდა მე რეალურად როგორ შემოდის თქვენთან აუდა და უნდა ამას უნდა თუ უნდა ბა სერიოზული მართლა ვიღაცასა რაღაც ბედის თემაც იხსნება ჩემოკარგება აქ პირადი საუბარი გექნებათ სხვათა შორის აქ პირადზეც იქნება საუბარი შეიძლება რაღაც ჩაგინდა ამიოკოთ შეხვედრას ხარ მოგთხოვთ შემთხვევით აბა მითხარი შეხვედრა გინდა შეხვედრაზე თქვენ წარმოიდგინეთ ეს როგორი იქნება იცი თქვენ რო შედავაზოთ ან არ წამოგცდეთ ამ დაგვარი რამე თორე გაადეირება გაგიჟდება მე თქვენ ქალბატონო იმნაირი ხوارგონი ვარ თუ ესე გეტყვის პირდაპირ ოღონდ კაცი შეხვედრა არა მაგრამ აი საუბარი ექნება რაღაც მომავალთან დაკავშირებით ნახეთ ეს არის ესე იგი როგორ გესაუბრებათ ახლა გეტყვით ესეთნაირად რო აინტერესებს დაუშვათ მამაკაც ცოლი კი არა აი ქორწილი ჯობია თუ რაღაცა ხო იციან ესეთი ლაპარაკი თქვენ არც არაფერში გეხებათ მაგრამ გაინტრიგნებთ, გაიჭვიანებთ თქვენ რაღაცა ეს რატომ გითხანეთო ესეთი ვის გაგიჟეთ ხო? აი ესეთი არის ვიღაცის სიყვარულზე დაიწყო შეიძლება ლაპარაკი და ამიტომ თქვენი აზრი რომ უნდა გაიგოს. აი დავუშვათ ქორწილი ჯობია თუ საქორწილო მოგზაურობაში ასლა რამდენი შვილი გინდა ისე ასე და ამ დროს თქვენთან არანაირი პირადი ურთიერთობა არ აქვს ადამიანს, მაგრამ ესეთი ინფორმაციების გამოკითხვა ესეთი მიფიქსირდება. ხო რა საინტერესოა. კარგი, ნახოთ მე რამეს განვითარება ექნება ამ ურთიერთობას, განვითარება თუ ექნება დავყალა, კი არის, მაგრამ მაინც დაღლილია. განვითარების რა გითხრათ? მანდა მაინც ვერ შეგვირდები და განვითარდეს, მაგრამ აქ კიდევ გამოჩნდება ვიღაცა. ცოტა ვერ მივხვდი რა ხდება აქ თქვენ უსტოიკებთ ამ ადამიანს, ეს ასტოიკებს რაღაცა არ დაგებასებათ აქ რა არის თუ სხვა არჩევანს გააკეთებთ, თავში იკავებთ. რო გითხრათ ახლა მანდა მაინც ოქტომბერში არის კაფსიო ამ ურთიერთობები შეისხოს და გაფრინდეთ ერთად სადმე თქო ესეთი თემა ნამდვილად არ არის. მაგრამ მე მგონია რომ კიდე შემოდის ვიღაცა თქვენთან ურთიერთობაში. ეს ახალგაზრდა არის პაჭუკა. რომელსაც ამასაც გზები ჩაუკეტეთ ხო მე მეცადე თქვენთან იყო ეს ქალბატონი ეს იმ პირველ დაშლაში იყო სტალინის ხასიათი რა ვიცი აქ აბა რატო უკეტავთ ამ ნერხავს გზებს ყოველ შემთხვევაში აქ მეორე პიროვნებაც დაფიქსირდა ცოტა უმცროსი თქვენთან მიმართებაში მაგრამ რაც გინდა ეხლა რო გითხრათ რომ აქაც დიდი განვითარება იყოს თუ არა, მაგრამ ეს ვიღაცა ეს ცოტა ინტრიგულად კი იმაშვება. აინტრიგებს და ძალიან არ არის როგორ რაღაც იცი ეს არის ნახეთ ფარული მოდი ასე ვთქვათ
როგორ არის იცით აი რატო უნდა პროსტა არ მისმის მე ხა უკაცრავად ეს უბრალოდ არ მისმის ესეთნაირად რატო უნდა დაუსვა ადამიანს კითხვები რაღაცა ეს გათხოვილი ხართ ხოლმე უცოლო გაუთხოვარი ხართ მეც ხო უცოლო ვარ და ესი შვილი და ესეთ თემას რომ იმასხეს გინდა არ გინდა შეიძლება ადამიანმა იფიქროს რომ ახლა რამე შეხომ არ არის საქმე ხო თითქოს სერიოზულად ჩანს, მაგრამ იქ ვეღარ მივხვდი, ახლა მაინც საჯაროა გაშლა, არ ჩაუწყე და ჩაკირკიტება, რაღაცეები ხდება, შეიძლება გარე ფაქტორები იყოს, რამაც მე ცოტა ხანი შეაჩერო ზუსტად ან სხვა რაღაცაზე გადაერთოთ, რაღაცა ესე დაფიქსირდა, თორე ის რომ ეს ადამიანი არასერიოზულია, ესე მთლად არ ფიქსირდება. სხვა რაღაცები შემოეჩხირა, მოდი ასე ვთქვათ, ხო? საკითხები. სულ ეს იყო, მე შეგადაშიგ რა თქმა უნდა შემოგთავაზებთ ის გაშლებს, იმედი ეს ინფორმაცია გამოგადგებათ, მეგისურვებთ. ბედნიერ წარმატებულ ოქტომბერს და რაც გავაჟღერე იმაზე უკეთესად 100 მაგათ უკეთესად ყოფილიყოს თქვენი ცხოვრება. იყოს ასე რა გამოთაწერა. წვევებით.